ნახე რა გოგოა? კარგად გამოვიყურები ლაშა ხო? რა? ეს? მე მითხარი და მე? არა, არაფერი რა. მოიცადე და შენ რა ხდება შენთან? სარკე რაღაცა? არაფერი ლაშა, ახალი თანაშემწე ავიყვანე სამსახურში და მინდა რომ კარგად გამოვიყურებოდე. ახალი თანაშემწე. კარგი ბიჭია? მოიცა, საიდან მიხვდი რომ ბიჭია? კარგად გამოყურებიდან. რა გვარია? გელოვანი. ერის თავი გელოვანი. თქვენ რამე შეთქმულებას ხო არ აწყობთ, ნახე მე თავადი რო უპოვია თავადი. რა შუაშია ლაშა თავადი? ისეთი რეკომენდაციები აქვს, ისეთი განათლება, ისეთი პროფესიონალიზმი. პროფესიონალური გამოხედვა, კარგად დავარცხნილი რეკომენდაცია, განათლება 4 და 2 ძრავით, მოკლედ ისეთი ბიჭია გიჟდებით გოგოები, ხო? კარგი, თეკლა, კარგი, რა იყო, დაიცადა ეგ სუნამო, რა ამბავია? ხო, ვიცი. ხო. ხედავში. მართლა ის ჩემი პერანგი სად არის? კარადაში. ხო. აი, შენ რო გაუთოვე წაღა. ხო, კარადაში. ხო. კარადაში. საიდან მიხვდა ახლა? ბიჭია? კარგი, კარგი. შეიძლება ასე, შეიძლება მითხარ. ვერ იპოვე? ვერა, პერანგი ვერა, ნიკა ვიპოვე. კარადაში ისდა და ჩემობილური თამაშობ. კარადაში? ხო, კარადაში ის პაატამ რო აშენა, იმ ხელა კარადა, შენმა პაატა. შენმა პაატამ, ხო, ერთი უნდა უთხრა, წაიღოს ამ მოაშენოს, ვერ გავდივარ, ვერ გამოვდივარ. ნიკა, რა გინდოდა კარადაში მე სკოლაში მგონი ხარ? ხო, რა გინდოდა კარადაში? უთეკვა, სად არის ლაშას პერანგი? ლაშას პერანგი კარადაშია, მაგრამ შენ რა გინდოდა იქ? მართლა, სად არის ჩემი პერანგი? კარადაშია, კარადაში. ხო და შენ რა გინდოდა კარადაში? გეკითხება კარადაში რა გინდოდა? სად არისო პერანგიო? მართლა, სად არის ჩემი პერანგი? შენი პერანგი კარადაშია, ლაშა, მაგრამ შენ რა გინდოდა იქ? ხო, რა გინდოდა შენ კარადაში რო გეკითხება, უპასუხე. სად არის ლაშას პერანგი? ლაშას პერანგი. კაცო, შენ რო გეკითხება რა გინდოდა კარადაში, გაეცი პასუხი. კარგი. რა მინდოდა და აი გავიგე თქვენ რო იძახთ ლაშას პერანგიო და ვიფიქრე გამოუტანთქო. ხო და შევედი ამ კარადაში. ხო და მივდივარ და უკან აღარ ჩანს გზა გამოსასვლელი. ხო და შემოხვდა ტელეფონი. და ვკითხე, ტელეფონო, ვისი ხარო? ლაშასიო. დავდექი და დავიწყე თამაში, ხა შორსაც აღარ გავედი, უფრო რო არ დავკარგულიყავ. ნიკა. მე ხო ეს ღაპრე. ნიკა, აიღე ჩანთა და წადი სკოლაში. უთეკრა. რა ლამაზი ხარ? რა ქვია? შენი საქმე არ არის? წავედი, მაგვიანდება, წავედი სამსახურში მივდივარ. მივდივარ არ ქვია, მაგას ქვია მივფრინავ. ხო, მივფრინავ. რა ქვია ამას? რაჭის მაგას კი არა, რა გინდოდა კარადაში? ან რო არ გითხრა ის სად არის შენი პერანგი? მართლა პერანგი, ჩემი პერანგი. ესეც მაგარი ყავს. სადახარ ბაბო, ბაატა, სადახარ. წეგან შემოვიხედე ოთახში და არ იწეკი.
აბუ მომისმინე რა შემცივდა გაიგე შემცივდა და ლეიბის ქვეშ შევწექი და რანაირად დამინახავ გავიყინე ეს ესეც არ მეკვრებ შენ რა გჭირს როგორ ახლა რა ვიცი ვერ გეტყვი რატო რა უცებს შემეშინდა რისი შეგეშინდა რისი შემეშინდა და ბიონსეს კლიპს უყურებდი და მე რა შეიძლება დამცხა ვიფიქრე უიმე ეს ეგე რა დროს ესეთებია მეთქი ჩემთვის კაცო გავგიშდი ხო და მე მივხვდი რომ ეს ხო თბება ხო და გამოვრთა კი არა მოგვლიჯე ამიან რა მოგლიჯე ვაიმე ბაბუ ნუ გამაგიჯე რატო მოგლიჯე ბაბუ კარგი ეხლა უნდა დაიწყო ისევ არ უნდა გაკაჭდე რატო გამიფუჭე არ დავიწყებ ოღონდ ესე იგი ბატა შენთვის სიურპრიზი მაქვს რა სიურპრიზი გაქვს ბაბუ რატო გამიფუჭეს რაღაცა გამიფუჭე კარგი ავარჯობა ეს არის სიურპრიზი ვითამაშოთ ბაბუ როგორ ახალ გუგა რა სიურპრიზი გაქვს მითხარით იმდე ხო ეზოში გოგო ვნახე ძალიან მომეწონა შენთვის კარგი რა ბაბუ კარგი გამანებე თუ დაიწყო ეხლა ისევ დაიწყო გამანებე ბაბუ თავი რა ხო მომისმინე ისმენ მაგინ უცბად მითხარი ჰა მოვატყუე რა მოვატყუე გზაზე ვერ გადავდივარ და დამეხმარე მეთქი მე თან სურათი გადავუღე ნახე როგორია ვარა გოგო მაგარი გოგოა მე სურათი მე მაცხარე მე ტელეფონი გამოვარდი ხო ჩემი შვილი დაგირეკავს მეთქე და მადლობას გადაგიხდის მეთქე და ეხლა მიდი დაურეკე ვის უნდა დაურეკო ბაბუ კარგი რებს ლაპარაკობს ვის უნდა დაურეკო ბაბუ რა უნდა დაურეკო დაპატიჟე სადმე აბა კარგი ბაბუ რა უნდა დავპატიჟო რა გჭირს რა მოგივიდა ვერ გავიგე აბა ახლა არც ერთი გოგო არ მოვა და არ შეგეხვეწება მოდი რესტორანში წამიყვანა გამარჯობა. გოგა, ხარ? აუ, გეხვეწები რესტორანში წამოდი რა. აი თუ არის. დღეს ვიკრიბებით რა ჩემი კურსელები და წამოგთ ხო? ხო გითხარი არა. აუ აი, საი არ ვიცი როგორ გთხოვ, აი ძალიან. მოდი ბოლო გამაგები მოდი რასკა დაურეკე იქნებ მოგეწონოს არ მინდა ბაბუ ის უნდა დაურეკო კარგი რა ცოლის თქო დღეს მოიყვანა მეთქი ცოლად ხო არ გეუბნა დაურეკე და გაიგე იქნებ მოგეწონოს კარგი ხო კარგი რა გჭირს რა მოგივიდა სუდათ იქნები აბა რა იქნები ვერ ისვენებ ფერთავიზე დადიხარ ეძო შენთვის აცოლეს წამოდი შეგიყვანე შენს მაგერად მე ვილაპარაკებ წამოდი ბატა მოიყვანეთ კარგით რა აუ ღელავს გუგა თქვენ რო ჩხუბობთ რას ღელავს საიდან მოიტანო როგორ არა გეტყობა ხოლმე გუგა მე გატყობ მეტყობა ღელვა როგორ მეტყობა როცა არ ღელვა როგორ არა ღელვა კარგი სტოპ რა გჭირთ ხალხო რა დაძაბულები ხარ ცოტა აი იყო რა ამშვილი დაწყდა მე რა ვიცი შედობა ღელავს გუგა თუ რა ისე შედობა ღელავს გუგამ ხო რას ლაპარაკ აუ და ესე დაგზაბა ჩვენც უკვე ესა ბატა რატო შემოვედი ახლა მე რა ვიცი გეტყვი მე ხო მითხარ ხო დამაცადი და გეტყვი ხო ის კარადა რო ააშენე იქ ჩემთან იმხელა კარადა ხო მაგარი კარადა მაგარია და დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა მაგრამ იქნებ ხა ადგე და გამოიტანო იქიდან სად რატო აქ რატო უნდა გამოვიდო რა თმინდა აქ რა დგინდა აბა მე რა თმინდა იქ ხო გამოიტანე აქ შენ ხო ცივა აქ შენთან ხო ცივა ხო რა მე ხო და დაჩეყე და 3-5 ზამთარი კათფობის პრობლემა არ გექნება ხო არ ვიცი არ მგონია ხა კარგი ხუმრობა იყოს ლაშა რა ვიცი შენ ასე წერალო ჰა მართალი ხო შენ მართალი მართალიაო მართალიაო გუგა ესა გუგა მომისმენ შენ ხო წერი თხზულებას თუ რომანს ხო დიდუბელსოს ხო და ხო არავინ არ გიბეჭდავს მაგას ხო და ადე კიდე კარადაში შეინახე ჩემი კარადა გამოიტარე შენთან და იქ შეინახე კარადაში რა არა ლაშა ვიცი რომ დამიბეჭდავი ხა მეც ვიცი შენც იცი ხედავ შენ უცამაც იცის კარგი ბატონო ხო და გიბეჭდავენ იმ თხზულებას ხო და იმ თხზულებას რო და გიბეჭდავენ ხო არავინ არ იყიდის ხო და სად უნდა შეინახო ის ამდენი დაბეჭდილი კარადაში ხო და ავდგე და ის კარადა გამოიტანე და შეინახე ლაშა რა ზუსტად ვიცი რომ ძალიან კარგად გაიყიდება ჩემი თხზულება
გაიყიდება. კარგი ბატონო. ნუცა, შენც იცი რომ გაიყიდება? ვიცი კი. კარგი. კარგი ბატონო, გაიყიდება, ხო? ჰონორარს ხო აიღებ? მე ეს ფული სად უნდა წაიღო? ამდენი ფული სად უნდა წაიღო? ადგები და გამოიტან. სად უნდა შეინახო? კარგი რა ლაშა, ნუ აღარ შემიძლია. კარგი და არ შეუძლია ხომ რა მეტყვი ღელავს ახლა. ღელავს ხო? ღელავს კი, ღელავს. ვაიმე! გამოდი, გადი იქით. ვაიმე დენია მაგაში, გამოდი, გამოეცალე, გამოდი. ვაიმე. ვაიმე. რა არის, პატა? არაფერი, დენმა დამარტყა მეთქი კაცო, ვერ დაინახე დენმა დამარტყა. დენმა დაგა. ლაშა. მომისმინე ახლა ერთი შანსი გაქვს რომ დაგეხმარო. ხო გინდა რომ კარადა გამოგატანინო? კი, მინდა. დამეხმარე შენ რომ თეკლა გამოვყვეს ცოლად და მე კარადას გამოგატანინებ იქიდან. აჰა, რასლავ, რანაირად დაგეხმარო მე? მაშინ ბოდის გიხდი და ვერც მე ვერ დაგეხმარები. კარგად ზანდებოდე, საქმე მაქვს, მე მივდივარ, გამიშვი, მივდივარ, საქმე მაქვს. ხო, საქმე მაქვს, ხო, მივდივარ, ხო, რა იყო, ხო? სად არის ჩემი ხელთათმანების, ჰა? რა? ხელთათმანები მეთქი, ხო, აი აქ ყოფილა, ხო. კარგი რა ბაბუ, რა ეს რა გაგიკეთებია, კარგი რა გამოგიძებს ეს კაცი. რა გამიკეთე შეხედე რა. ხო, ისე პატა, რო გახვალ გარეთ. არ იბინო, არ გაოფლიანდი, არ გაცინო. მინდა წამოვიდა ეს თათი ახლა ისე. ტატო, მე ხო გთხოვე გუშინ ბუღალტერთან ჩადი და უწყისები ჩაიტანე, ხელი მოაწერინე მეთქი. მართლა და ისე ქვია. რა მაინტერესებს შვებულებაზე ხო არ გადაგიწყვეტიათ რამე? ო, რა ვიცი, თუ ესე გააგრძელებ, მალე გექნება. რო ვიცოდე. ხო, კარგი, მოკლედ ჩაიტანე. ხო არა ეს მე გუშინ გავიგე რომ მე საქმე აღარ გაქვს და თავისუფალი ხარ თუ არა, მამის ჩავიდე. რანაირად გაიგე, ტატო, მე გითხარი რომ ბუღალტერთან ჩადი, ჩაიტანე უწყისები და ხელი მოაწერინე მეთქი. რა? ის დრენაჟი მქონდა. რა? აი თითქოს ეს სიტუაცია ოდესღაც რო იყო რა, დრენაჟი. აჰა. ხო, მეც მქონია ეგ. კარგი, ჩადი და ჩაუტანე ახლა უწყისები ბუღალტერს ხელი მოაწერინე, თორე მე ქალბატონი რუსუდანი ამოვა და საყვედურს მეტყვის. ხო, კარგი. რა ვიცი, მე მგონი შევცდი. არ ვიცი. პატა. გამარჯობა თეკლა. გამარჯობა პატა. რა გინდა აქ? არაფერი ისე შემოვიარე, რა ვიცი. ხო და ის შემხვდა რა ქვია ის. ქალბატონი რუსუდანი რო არის, შენი უფროსი კაცო, მენეჯერი თუ რაღაცა. ხო, რანაირად მიყურებს თეკლა, ვერ გავიგე რა უნდა მოვიდა დამიძახა და მომიახლოვდა ესე და პატა თქვენ მუშაობთ სადმე ესე მეუნები კაცო. თან თვალები აქ დახუჭრდა და ზაბავს გაიგე თეკლა ის როგორ მეშინე მართლა გეუნები ესე და ვერც გამოვდივარ. თქვენ ისე ნიჭიერი ახალგაზრდა უნდა მუშაობდე სადმე რაღაცას მეუნება და ბოლოს ვიდექი და დაუზა მოვატყუე ვიღაცამ დაგიძახა მეთქი და გაიქე და გამოვიპარა თორე აი სუდათ იცი როგორ მიყურებს თეკლა არ გინახია ეთყობა შე როგორ მიყურებს აღარ შემიძლია რა კარგი რა ყოველდღე უნდა იარო ხო რატო უნდა ვიარო ყოველდღე თეკლა ისე შემოვიარე მე ვიფიქრე რომ აი ქალბატონ თეკლა მომაწერინე ხელი ვინმე ხომ არ აწუხებს მეთქი ვიფიქრე კარგი პატა ვინ უნდა შემაწუხოს ეს გაიცანი ეს ჩემი ახალი თანაშემწეა ისე ბოდიში რა მითხარი ჩემიო ორი დღე არის თანაშემწეა და უკვე ისე შენია თეკლა თუ ტატო გელოვანი პატა ხელოვანი ეს ისე რა ლექსი ის ექსპერიმენტად მე საერთოდ ლექსებს ხზავ ხოლმე და კიდე შეგითხზა პატა რამე ხომ აგნებავთ კიდე ქალბატონ თეკლა ეს რა ვიცი აი გასახსნელი მომიტანე ახლავე რა გინდოდა ეხლა რა საჭირო ეხლა იმისთვის რო არ გეთქვა ვიღაცა ტარიელისთვის რო გასახსნელი მომიტანეო რა მე ვერ გავხსნიდი ამ ლიმონას თუ რა არის ვერ გავიგე რო არ გეთქვა იმ ტარიელისთვის მე ვერ გავხსნიდი ამ ლიმონას კაცო პატა ტარიელი არ არის და ტატოა და მეორეც რატომ მოხვედი რატომ მოვედი თეკლა და სახში უნდა გაგაცილო ჯერ ადრეა პატა ის არ ქვია მოიცადე თეკლა ერთი წუთი როგორ არის რა სუსტი ფანქრებია რა
რანაირად სახში უნდა გაგაცილო მეთქი გეუბნები და რატო არ გჯერათ შენი კაცი პატა ადრეა ჯერ მეთქი მე რა რო ადრეა თეკლა ადრე როა სამაგერო ზამთარია და მალე ღამდება ხო რასაკეთე პატა რასა გატყდება გატყდება რა ხო უნდა მოვასწრო სანამ შემოვა კაცო ის ტატულია თუ რა ქვია რაღაცა ტატუა თუ ვიღაცა რანაირად იქცე მე ქალბატონ თეკლა მოვიტანე დასახს დიდი მადლობა პატა კბილი ხო რა არის გტკივა პატა ხომ არ მიდა პატა ხო არ გტკივა მე რა წავალ ხოლმე გეტკინა ძალიან არ საიდან მოიტანე არა მართლა არ მტკენი ეთიკა მართლა გიონი გავალ ხოლმე ისე მეტყობა ახლა რამე გტკივა ხო გავალ ცოტა ხანი გავალ ხო არ გტკივა მართლა არ გტკივა თეკლა არ გეგონოს ვაინა ხარ გუგდინა პირი არ დახუროთ. ახლა ცოტა ხანში გაყვიჩდება და მე დავიწყოთ. თქვენ არ ინერვიულოთ, ყველაფერი კარგად იქნება. მაშა გამარჯობა. პაციენტი გავს. აი შეუბედურო როგეცოდე როიცოდე რა გელოდება ესე დაждებოდი და საცოდავის. კარგი, ნოდა. ახლა შენეს მითხარი ანასთან როგორ არის საქმე? რა ვიცი, ნოდა რა იცი, ნუ გამაგიჯე, რა უნდა რომ ერთხელ და სამუდამოდ ახვიდე და უთხრა იმ გოგოს იცოდე მობეზრდება ერთ ადამიანს და იტყვის იქ სადაც საჭიროა. ვერა, ნოდა, ახლა ვერ ვეთქვი. რას ვერ ეთქვი, ბიჭო, სახში ყავდა აყვანილი დაგესვა და გეთქვა. ნუ ახლა ხო, მაგრამ კარგი, ესე მოვიქცეთ. მე ავალ და მე ვეთქვი, ის მაინც გავიგოთ რას ფიქრობს ის ქალი შენზე. ხო, ახლა რო გითხრა რომ არ ახვიდე არ უთხრა მეთქი რა აზრი აქვს რამე? მაინც ახვალ და მაინც ეთქვი. ხო და მომისმინე ახლა? ხო. თუ ახვალ? ხო, ისე მაინც უთხარი რომ მე ვითომ არაფერი არ ვიცი უხერხულია სიცოცხლე. ილო ხერი შენგენაცვალე მაგისტანებისთვის მithქვია ვითომ შენ არ ვინ მამაძაღლი. ვინ მამაძაღლი რასაკვირველია? ვეთქვი გავარკვევ სულ ყველაფერს და გავაიგებ რას ფიქრობს ის და მოვალ და გეტყვი შენ საცოდაო შენ რა გელოდება გული მithქვი. აბა დამელოდე. გენერალურით ახლავე დავიწყებთ. აჰა. ჭით რა არის? გაყუშდა მე მგონი ხო ცოტა? ეს კარგად გადაწიეთ თავი. ესე. ო რამბები მოგიტანე რომ იცოდე გაგიჟდები ცხეცხელი ამბები ცხეცხელი მომისმინე ასე უცებ? რა ვანამ? ანამ არ ვიცი მაგრამ ზალმა რო გაიგო შენი ამბავი გაგიჟდა გადაერია რა ზალ? მოცა ზალს შენ უთხარი? კარგი რა ნოდა რა კარგი რა ნუ გეშინია ისეთი ამბები ვიცი ზალზე ხმას ფერა მეიღებს ყურებით ამ კავს გამოჭერილი ამ უბედოს რაჭეს ამდენი ხანი გაშოტილი როდებს ესე გული მიკვდება სერიოზული არაფერი არაფერი ნუში უჭამია და კვილი მოტყდა ნუში უჭამია სად იყიდე შეგენაცვალე ნუში გადავწყავე ბაზარი 2 დღეა მერსად ვერ ვიშოვე სად იყიდება მითხრა სოფლიდან გამომიგზავნეს თქვენ გთხოვეთ რომ პირი არ დახუროთ გქონდეთ გაღებული ხო მანახე შენთვის არ შეიძლება დიახ ვერ დაგელაპარაკებათ ექიმთან არის მე გეტყვით ყველაფერს ვინ ძანდებით მერაბი რომელი მერაბი რაზმაძე მერაბი რაზმაძე როგორ ახარ შეგენაცვალე ნოდარი ვარ ნოდარი ხო მეც თან გამეხარდა მოიცა არ დაიხარჯო მე თვითონ გადმოგირეკა მოიცა ამ წუთში მოიცა აბა მე თვითონ გადმოგირეკავო დედა ჩვენი სიახლობლები ვართ ამის და ჩემი რამ გაყვა ერთმანეთისგან შეგენაცვალე კაი მერე დავრეკა მაინც ინასწარ გამოართვი ფული კაპიკი არა კანგარიზი ამ გაჭირვებას ნოტარ ახლა მაცადე მე უნდა ვიმუშაო მოიცადე შენ კი არა მე მაცადე ერთი წუთი შენ გენაცვალე შენ მერაბის დიდი ხანია იცნო რას მეუბნები არაჩვეულებრივი კაცია როგორ არის რაშვება კი ხო როგორ არ დამპატიჟა მაგას რა უთხარი ერთის კამის ჩადგმა გაუფუჭდა ოხერია ამბობენ კაისიძე შეხვდაო კი ხო ეკუთვნოდა რაც მართალია
გამარჯობა ქალბატონო ანა. გამარჯობა. აქ რა ხდება? აქ აი ნოდარმა და ასე ვთქვათ, ჩემ პაციენტმა რაღაც საერთო გამონახეს და საუბრობენ ესე საუბრობენ. ლაშა. რაღაც უნდა გითხრა. კი, გისმენთ. ჩემამდე რაღაც ხმები მოვიდა. ალბათ ხვდები რასაც გულისხმობ. იცი რა, უხერხულია ბოლო-ბოლო სამსახურია. კი, ვინ გითხრათ ეგ ხმები? ხათუნა მითხრა ჩემმა ძმისშვილმა, რა მნიშვნელობა აქვს? დიახ. ლაშა, ჩემი თხოვნა იქნება. სულ მალე ეს სალაპარაკო თემა აღარ იყოს. და თქო. იმედი მაქვს მოაგვარებ. დიახ. კაიგე, ხათუნა მითხრაო, რა ენა ჭარტალა გოგოა, ვინ ეკითხება თუ ვინმე მაჯობებდა არ მეგონა. წავედი ახლა მე ბუღალტერიაში ვიტყვი იმ ზაალის ამბებს, თორე იქაც თუ ხათუნებს შემასრო დაღუპული ვარ და ეგ არის. აბა შენ გენაცვალე, მიმიხედე, ჩემი სისხლი და ხორცია, რამე არ ატკინო, კარგად იყავი, არ ინერვიულო, გენაცვალე. და? ესეც თქვენი წვენი. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. იცაც მალე იქნება. ძალიან კარგი. მადლობა. ისე როგორ მიკვირს ამდენ ხანს პატარო არ შემოვიდა. თეკ, შენი რაინდი მოვედი, ჩემო პრინცესა. რამე ლექს შეთხსავს ექსპრომტად. ზანსასაცილოა ხანდახან. და მე ის მიკვირს ლაშა რატო არ მოდის? როგორ ნახა, როგორ იბნევა მოკვდები სიცილით. დღესაც სამსახურში ველაპარაკებოდი იმ ამბებზე, რო გითხარი. ხო. მე მკაცრად ველაპარაკებოდი და ის ისევ ხო რა ვიცი. გოგა კიდე ალბათ შემოვიდა, მაგრამ რო დავინახავდა ეგ რომ გატრიალებოდა და გავიდოდა. კარგი. რას გადაეკიდე ამ გუგას სხვა ბიჭი რომ მოწებნო? აი ვინ სხვა ბიჭი? პატა? პატა რა, ეხა პატას რა აქვს დასაცუნი? რავი, შენ თვითონ არ თქვი რაღაც სასაცილო ტიპიაო? ეხა შეიძლება ვთქვი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზოგჯერ გუგაც ძალიან სასაცილოა. მთელი დღე რო დადის და იძახის დიდუბელი სოსო, წითელი ფერარი, მალხაზი. და აბა ის ჯობია პატა რო იძახეს ხოლმე. ჰაიმე! ან ის კიდე უი კაია ძალიან მაგრები ყოფილან ორივე. ლაშა ხო რას ამბობ? ხო რა ვიცი. ხო და კიდე იმას რომ ამბობს ხოლმე. აი იმას ხო რა ვიცი. ბოდიშიანა. რა სერჩით ლაშას, მშვენიერი ბიჭია. იმ დღეს ყვავილებიც კი მომიტანა. მართალია, მოცემა ვერ გაბედა, მაგრამ ხო მომიტანა. ისე ძალიან მიკვირს რატო ვერ გაბედა. აუ მეც მიკვირს ხო. ბოდიში. ისე 4 ცოლი მოიყვანა და იქ თუ გაბედა, ხო, მე ისიც მიკვირს ახლა რო არ აყავს ცოლი. აუ გუგა რა მაგარი ბიჭია იცით? აი თავის მოთხრობას რო კითხულობს ხოლმე, აი გოგოებს ჭკუა ეკეტებათ. კარგი, ნუცა, ერთი გოგო მითხარი, ვის ეკეტება ჭკუა? ხო, კარგი, მეორე. ნუცა, რასაც შენა. ნუცა, რასაც შენ ამბობ, გუგა როგორ შენ გეკცევა? რა, კაი რა, აბა რა ქნას, აი წარმოიდგინე, შენ კართან რომ მოვიდეს ვიღაცა ყოველდღე და რომ დაგიძახოს. ანა! კაი რა. მე ხა ისმენთ და ხვდები რომ ლაშასაც და გუგასაც ისევ პატაჯობს. აუ, კაი რა, არა, ჩემი აზრით გუგა ჯობია პატასაც და ბოდიში ანა, მაგრამ ლაშასაც. არა, ლაშას ჩემი დაცვა არ ჭირდება. არა, არც პატას ჭირდება, ჩემი გუგა საერთოდ არ ჭირდება. როგორი მიჭიერია, ჯერ ერთი წუთით, კარგით, ცალ-ცალ უკვე ვილაპარაკოთ. კაი, მაგრამ მე დავიწყებ ცალ-ცალკე ლაპარაკს. ხო, ესე იგი მინდოდა მე თქვა რომ გუგა არის აი ვაშკაცური ბიჭია და აი პრინციპული და თან ბოდიში ანა, მაგრამ ლაშასავით ენა არ ებმება და არც პატასავით რაღაცა ვითომ რაღაცებს არ იგონებს და ხო რა და თან აი მე პირდაპირ მეუბნება ხოლმე მაგალითად რომ ნუცა არ მცალია ხელს მიშლი თავი დამანებე ხო მეუბნება მაგრამ ნუ კაი ბიჭია გუგა ისე ძალიან მაგარი იქნება სამივე რო შევაჯიბროთ. ხო შევაჯიბროთ გუგა პატა და
ბოდიშიანა და ლაშა. ხო? აუ მაგარია. აი უკაცრავად პიცა მალე იქნება. პიცა უკვე დიდი ხანია მზად არის, უბრალოდ ისე საინტერესო და ემოციურად საუბრობდით, ვიფიქრე ხელს არ შეუშლით, ხო? აი რა ვქნა რა ძალიან ნაწყენია ალბათ ეხლა ანა რა ნუ ნერვიულობ მომისმინე ესე იგი წარმოიდგინე სამსახურში მაგის ფანჯრის წინ ეზოში რომ დაანთო დააგიზგიზო გულის ფორმის ცეცხლი უფრაკა იქნება რაღაცნაირად ხომ დავაგიზგიზო ეგრე ხო ყველა გაიგებს ო ისი არიცი არის შენ მამზები მისმინელა შენ რო დაანთებ ამ ცეცხლს დააგიზგიზებ იმის ზევით ვინც არის ანას კაბინეტის ქვევით ვინც არის მარჯვნივ მარცხნივ სულ ყველას დაური და მეტყვი შეგეკუთის და გაგიჟდება ატყდება ამბავი არამეო დედა მეცი პატივი შეგენაცვალე დააგიზგიზე ერთი ცეცხლი კარგი რა ნოდა რა პატივი უნდა გცე რაც ცეცხლი დავაგიზგიზო არა ეს ესა მე ვიცი რაც უნდა ვქნა წავალ და პირდაპირ ვეტყვი ანას კარგი იდეა უღონ ჩვენ გენაცვალე როცა მაგას დააპირებ მე მითხარი რომ კარებთან დავდგები მე მარგაიაროს გამოიაროს რამეს არ მოკრას ყური მე ვიდგები იქ დავიცავი ქაურობას ო დაიცავ კარგად დაიცავ შენი გაურობა აბა ლაშა აქ ახარ ლაშა გული მიგზობდა რომ მოვიდო და მე დედა ლაშა მიშველე ლაშა მიშველე ლაშა მიშველე ბატა შენ ახლა ლექს თხზავ თუ მართლა შველა გჭირდება მოიცა ლაშა რა ლექს თხზავ სუდად ვარ მეთქი გეუნები კაცო სუდად ვარ და მიშველე რამე რავი ხო თხზავ ხოლმე ექსპრომტად ისე რა ეხლა არ თხზავ და მიშველე მეთქი რამე გეუნები მეტი რა გიკითხე რა გჭირს რა გიშველი რა მჭირს და ამას კითხე ესოდინება უკვე რა ვიცი ვერას მეკითხები აბა აიმე ამან იმდენი ლაპარაკი იცის თუ დააღო პირი ხვალდილაბდი არ გაჩერდება არ შემილია პერსონალად შენ ვისე რამზე ჩემზე რამის როზე ხარაღაცას რო იტყვი შენ ისუბედა რას გქონი ისუბედა აბა როგორ განზე ვარ გამდგარე თვითონ გადგეს განზე დათმეთ რომელიმე დავთმე აჰა დავთმე კარგი დაწყრდი დამშვიდი რა გინდა რა ხდება ხომ მშვიდობა მითხარი აბა ეს რა ხდება თეკლასთან ვიყავი სამსახურში. და ვიღაცა ბიჭი იყო თანაშემწეთა უყვანია ტატოო თუ ტატულიო თუ ტინტოო თუ რა ვიცი რა. აქ მაგვა დამაწნა ყურები არ ბესთვის არაფერი. მოდი ერთი წუთი. გასახსნელი ჩემოვიდა. რას? აჰა. და ასე იგი კბილი მოგტყდა. კბილი გაგიტყდა. გული და მე კბილი. წავედი მე ამდენი არ შემიძლია, მაგრამ შენ გენაცვალე ისი არ გამიშვა მითხარი ის კბილი რომ მოგტყა ის ლიმონათი მსხლის იყო თუ ტარხუნის. უყურე ამას რა ხდება? უგამ რა ადამიანი შემიძლია მამანები თავი გეუბნები რა თუ კარგი მიდი დაჯექი ამას თუ მოფანტული არ ქონეს ყურები ყველგან აი გეუბნები ნუ ნებეფიშის წავედი ახლა მე ხათუნასთან იმასაც კლიენტი მას ერთ ორს იქაც ვიტყვი ამბავს ავაგუზგიზებ და მიხედი მოფანტული ყურები აქეთ იქით არა ეს ნორმალური არ არის არ შემიძლია წავედი შენ წავედი შენზე თქვა ეხლა ეს არა შენზე არ ვთქვამს რა არ ვთქვამს შენზე თქვა მეთქი გეუბნები არა მეთქი შენზე არ ვთქვამს არა მართლა შენზე არ ვთქვამს ხო არ ვთქვამს აბა ერთი ის რა ქვია გაღებიდი მაგრამ ხე გაღე ვიცა კარგი და პატა რა ეგ ახლა მოგტყდებოდა აბა რა ისედაც სამკურნალო ყოფილა ეკმი გეუბნები ჩემზე თქვა მეთქი ლაშა გავიგე ეხლა არა შენზე არ ვთქვამს შენზე გეუბნები ლაშა ჩემზე თქვა მეთქი გეუბნები არ ვთქვამ გაღებიდი არ დაკუმო რა მითხარი რა ორა დაკუმოო თუ რაო რა არის დაკუმოო რა ანუ არ დახურო დახურო ანუ გავაღო ანუ აკუმო გასაგებია ხო თუ დახურე არის დაკუმო გააღე ყოფილა აკუმო აჰა აკუმე აჰა გეუბნები ჩემზე თქვა მეთქი იმან და აი არ მეუბნები შენ ეს მართლა არ არის ნორმალური რა ჩემზე თქვი ხა არა არ მithქვამ შენზე გააღებინე ახლა გააღებინე ბაშა ჩემზე თქვი მეთქი გეუბნები არა რა უპასუხებ და მოვა ალო ხვანა კი ბარში მოვიდე ახლავე კი ბატონო კი დაკუმო არა ისა არა რა პაციენტი კი შემიძლია მოვიდე აუცილებლად ახლავე გამოვა კი ხო არა
ხო ეკლა ხო არა ლაშა რაკუმო ლაშა ჩემზე თქვი ახლა ეგ თეკლა მართლა ჩემზე თქვი მეთქი ახლა ეგ ხო კარგი ხო კარგი სად მოვიდე ბარში კარგი ხო აბარასვის კარგი ისა ლაშა მე სასტრაფოთი ისა ლაშა მე სასტრაფო მიდიხარ ხო თუ მიდიხარ ხო და წავალ ახლა მე სასტრაფო საქმე მაქვს და სადროს იყოს ეს დაკუმო თუ რაღაცა ხო კარგი წავალ კარგი კი ბატონო სასტრაფო საქმე თუ ოღონდ მომისმენ ახლა ეგ რო არ გართულდეს ხო სოდიანი წყალი გამოივლე თბილი სამჯერ ხო და მადეთ მხარეს არაფერი არ ჭამდა კარგი ეგრევე კარგი უი ხო მართლა რა იყო და ძიმეები აწიე რატო ძიმეები რატო იმიტომ რომ ეგ კბილის კუნთები და ხელის კუნთები დაკავშირებული ერთმანეთთან და თუ გინდა რომ ეხლა არ გართულდეს ეგრე უნდა ქნათ ეხლა ავწევ ლაშა აბარასვი და ოღონდ გამიარო საღარ შემიძლია მომკლდა კარგი შერაშების ჩემი არ მოდი ხა კი მე 1000 საქმე მაქვს სასტრაფო საქმე მაქვს და მუშაობ კარგი მიდი აბა შენის მიდი და კუმო ესე იგი ნანა როგორც შევთანხმდით შენშენებურად გაეპრანჭები და ჩვენ აქვე ვიქნებით კი არ არის პრობლემა არანაირი აუ ნანა გეხოთ თუ გინდა გუგას ძალიან ნუ გაეპრანჭები კარგი მოიწონებთ ჩვენთვის მთავარია გავარკვიოთ ვინ გაიმარჯვებს ხო ვინ გაიმარჯვებს და ყველაზე მეტად ვინ მოაწონებს გოგოს თავს ხო ნუ გუგა გაიმარჯვებს რა იცი ახლა ნუცა წინასწარ როგორ არის ეგ თქვენ თვითონ ვერ ხვდები რა კარგი ახლა ჩვენ წავედით ჩვენ შევედით ნანა და ყველაფერი გვესმის აბა არ მოხენცით შედუში მეტყვი ხო კი მე გეტყვით თქვენ გაგზავნით აი გაგზავნით შენ რა შედიხარ აქ შეგამჩნევს კაი რა გვერდზე როცა ვყავარ მაშინ ვერ მომჩნევს და აქ შემომჩნევ შენ რას ამკიჩი ხო უკაცრავად ბატონო ყურადღება ვერ მოგაქციეთ და რამეს მიირთმევთ აი წეგანი ცისფერთვალებაბიც რო პატარა თებშით რაღაც მიუტანეთ ის რა იყო ის ხურდა იყო მაშინ ყავა შეიძლება გამარჯობა ისა გამარჯობა თეკლა არ მოსულა არა დღეს საერთოდ არ მინახავს მართლა რამე შეუკვეთა კი ლუდი მინდა ოღონდ ის არ ქვია ყურიანი ჭიქით არ მომიტანო მთლიანი ჭიქით მომიტანო კარგი ისეთ ყურო ჭიქით ხო შენ აქ რა გინდა ლაშა ვერ რა უნდა მიდოდეს აქ ლუდის დასალევად მოვედი ლუდის სასტრაფო საქმეა ლუდის დალევა ესე იგი შენ რა გინდა აქ მე პრინციპში სასტრაფო საქმეა ხა ლუდის დალევა სასტრაფო საქმე ერთი ლუდი რა თუ შეიძლება რატო იყურები იქით იქით რატო იყურები ის უყურებ იქით რატო იყურები სად ვიყურები იქით იყურები გელაპარაკები შენ იქით იყურები რა აი გუგა მოვიდა და იქით ვიყურები შევხედე გუგა როგორ ხარ გუგა მოდი დავი თუ შეიძლება რა რა ქენი გუგა დააძინე დიდუბელი სოსო და ჩამოხედი რა ხუმრობა იყო ეხლა ეს რა ხუმრობა იყო ეხლა ეგ სოსო უკვე დიდი ბიჭი და თავისით იძინეს ან ეს ხუმრობა იყო აი უკეთეს ატა ხო ლაშა მოიწია მოდი აი რა გოგოა გახედე უკან მართლა ახე აი თქვენი ლუდი ნუ ახლა რა გოგოა რა შეულებრივი გოგოა შეულებრივი ყურო ჭიქით მინდა მეთქი და კარგი იყოს კარგი არა უშავს მომისმინე ახლა იცი რა არის მე უბრალოდ თეკლას გამო არ მინდა თორე ვერ ხედავ მე მიყურებ შეხედე მე მიყურებს გაში მე ახლა ანას გამო არ მინდა თორე აშკარად მე მიყურებს ხო ერთი წუთით მოხუცებო რა თქვენ კი არა მე მიყურებს უყურე ახლა ამას შეხედე ერთი მომისმინე შენ ერთი წუთი კაი ლაშა კიდე ხომ არის ჩემზე როგორ ამბობ მოხუციო ხო
როგორ ამოხსენე მე ვერ ხვდებით ხა თქვენ რატო იყურება აქეთ მართლა ვერ ხვდები შემომხედე შენ რატო იყურება იმიტომ რომ მარჯვენა პროფილი მუშაობს ხარ ხო გამარჯობა შუა დამიყვარს მარტოობა და თუ შეიძლება თქვენთან დავჭდები დაბზანდი ხო მეუბნები ერთი კაცი დაბზანდი მეთქი და რა შეჭირვა ახლა სამი კაცი დაბზანდი აი ესე თუ უყვართ თავაზიანობა ამათ ხო ეს რამეს ხომ არ მიირთმევთ ყავას დავლევდი ყავას გუგა მიდი ერთი ორი ყავა მოგვიტანე მიდი ხუმრობა ახლა ეს რა ხუმრობა მიდი ყავა უნდა ადამიანს და მოგვიტანე ორი ყავა მეც დავლება მოვიცემ აბერატო როგორ უნდა მოიტანო და კარგად გააგზავნე თქვენ კამათი გააგზავნე დიკამათი მიდი ლაშარას ნიშან თქვენი სახელი უმშვენიეროს ვასულო მე ნანა მქვია ნანა რა პოეტური სახელია ნანა სხვათა შორის მე გუგა მქვია და მწერალი ვარ ეხლა ვმუშაობ რომანზე დიდუბელი სოსო მე ბატა ერთი კონკურენტი გამოვიდა ხო გუგა ალბათ საინტერესოა ხო რომანზე მუშაობა რა თქმა უნდა მოიხსენებათ ხა გუგა ისი რა ქერი მოდი რამე ამუნარიდი წაუკითხე ნანას შენი ნაწარმოებიდან ჰა ამუნარიდი როგორ და ამურიდე რამე და წაუკითხე ბადა ნუ იცი თორე ეს გატეხილი კვილი გიჩანს გუგა ძალიან დამაინტერესა თქვენმა რომანმა თქმა უნდა ახლა მართლა გუგა წადი მიდი ჩამოარბენინე შენი სოსო და წაუკითხე მართლა სწორედ ამბობდა ბადა ნებელი სოსო ჩამოიტანე ხო როგორ უნდა ჩამოარბენინო მე ახლა როგორ უნდა ვიცი კარგად რაიც ხო რას ნიშნავს ჩამოარბენინო ხო მიდი გაყევი შენ ბადა მიდი გადა კიდე გაყევი და ეს ის არის რა ქვია ეს არის ლაშა დანტისტი ეს ხო რო იცოდით მაინც დანტისტი ლაშა ბადა მომიშვენე ეს როიძახი შენ ახლა ლაშა დანტისტი როიძახი ას რო ამბობ ასოს რო ამბობ აი ას რო ამბობ მაგდოს გიჩანს ის გატეხილი კვილი ხო და გაჩვი ხო გუგა და ლაშა გავიგეთ თქვენ რა ქვიათ მე პიტი კიდე პიტერი პიტი თქვენ როგორც გენებოთ სულ ერთი ხო ისა რა ქვია ნინი ნანა ხო ნუ ნინი თქვენ მუშაობთ ნინი სადმე სწავლობ კონსერვატორიაში ხო მუსიკა ხო მატა უმღერეს უმღერ ვიდი ნინი ხო ნანა უკაცრავად ჩაგეჭერით მაგრამ წეგან გუგონამ გარკვევით გითხრათ ყავას დავლევა რატომ არ შეუკვეცეთ ეს არის თქვენი ჯენტლმენობა რა ყურადღებიანი ხართ დიდი მადლობა არა ამას ვერ მოგცემთ ეს ჩემი ყავა გუგონებოთ ჩემ აგიდასთან გადმოგბრძანდით და დაგპატიჟებთ დიდი სიამოვნებით მოგბრძანდით ნახვამდის აი მოვადა ეხლა შევუკვეთა ფიზიკა გიყვართ გიჟდები აი რაიცი ხმე თეკლას გამო არ მინდოდა მეთქი თორე რა პრობლემა იყო ეხლა ხო ნუ ეხლა მეც ანას გამო არ მინდოდა თორე ხო მეც ხო შენ დიდუბელი სოსოს გამო არა აბა აქ რომ გოგო იყო ის სად არის
უკაცრავად ერთი ყავას თუ შეიძლება? აუ, რა ქენით? დამღუპეთ ხალხნა? აუ, კარგით რა თეკლა! ლაშა. მოდი. ლაშა. მისმინე, არაფერი ვივარჯიშე, ძიმეები ავწიე, ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ არ გამიარა. კვილმა, არ კვილმა, ხო, არ გაგიარა. მომისმინე ეს ძიმეებიც აძე ყველაფერი. ყველაფერი, ლაშა. წონა უნდა გაზარდო. რას ქვია წონა გავზარდო? წონა უნდა გაზარდო. რანაირად გავზარდო? რანაირად და კარადა ხომ აქ შენი აშენებული. ხო და წამოდი გამომატაინე. მიდი. წამოვალო, თამარ გამიაროს და ხან წამოდი გამოვიტან, ხა იმ კარადას. ნუ თუ ეხლა ამანაც არ გაგიარა, მე მოხვალ. კიდე გავზარდოთ მე? არა, ხვალ მოხვალ მე ჩემთან და იმკონა. კარგი, შევა გამოვიტან, შევა, ხო. მიდი გამოიტანე, მიდი, ხო. ეს გონი მართლა არ არის ნორმალური.